მოკლედ ბოდიშს გიხდით მაყურებლებო წვეტა იყო ინტერნეტის და ეხლა მეორე ნაწილს ვაგრძელებთ. ბატონ ვასილ, აქ მნიშვნელოვანია კიდევ ამერიკა-ირანის კონფლიქტში მთავარი მოქმედი პერსონაჟი, როგორც სახელმწიფო, ასევე პიროვნება, ბენიამინ ნეთანიაჰუ და ორი დღის წინ გააკეთა საკმაოდ უცნაური განცხადება, რომ ჩვენო ფინია ძაღლები არ ვართო, რომ ამერიკის დანაბარებს ან დაძახებულს ან რაღაც დირექტივას დავექვემდებაროთო და თქვენ ამბობდით, აი თქვით რამდენიმე წუთის წინ, რომ ირანს ავალდებულებენ, რომ ლიბანმა შეტევა შეაჩეროს ისრაელზე, მაგრამ თუ ისრაელმა ნეთანიაჰუს მეთაურობით ეს მოქმედებები არ შეასრულა, სადამდე შეიძლება მივიდეს ეს ყველაფერი? იმიტომ რომ ფაქტია, რომ არ აწყობს ნეთანიაჰუს, იმიტომ რომ სექტემბერში არჩევნებია ისრაელში, პარტია ლიკუდმა რომ წააგოს, ჩათვალეთ, რომ დასაყრდენი გამოეცალა და ისედაც უამრავი საქმეა მასზე აღძრული და პრეზიდენტ ჰერცოგმა თუ მიიღო ის გადაწყვეტილება, რითიც იმუქრება, დამთავრდა ისრაელის საგარეო პოლიტიკა. რა სიტყვის ამასთან დაკავშირებით? ხო, ისრაელის ფაქტორი ირანთან მიმართებაში იმ ფონზე, როდესაც ამერიკა ირანის ურთიერთობები დაძაბულია შახის დამხობის პერიოდიდან, ეს უნისონში მიდის ერთმანეთთან. განსხვავებები არის მიდგომებში თავისთავად, ინტერესები ემთხვევა, მაგრამ არის საკითხები, სადაც არ ემთხვევა. ბოლო-ბოლო ამერიკას მაინც სხვა ინტერესები აქვს, მეტ-უმეტეს სხვადასხვა ადმინისტრაციის პირობებში, სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ და აუცილებელი არ არის ეს მთლიანად ჯდებოდეს ისრაელის რეგიონულ პოლიტიკაში. ძირითად საკითხი თავისთავად ისრაელისადმი უპირობო მხარდაჭერა. მაგრამ არის საკითხები, რომლის მოგვარებაც სურს ამერიკას, როგორც ცალკე სახელმწიფოს. და ასეთ პირობებში ისრაელსაც მოუწევს გათვალისწინება, იმიტომ რომ თუ ირანი საკუთარ თავზე იღებს იმ ვალდებულებას და აწერს ხელს სანაცვლოდ მიიღებს რაღაცას, ჯერ არ ვიცით რაც მიიღებს, მაგრამ როცა მოაწერს ხელს, ამ ვალდებულებების შესრულება თავისთავად ეკისრება ამერიკას. და ზუსტად რომ ახსენე აი ეს პირველადი ამ ურთიერთდაგების მემორანდუმის საკითხები, რომელიც უნდა შესრულდეს, ეს ჯერ ერთი ცეცხლის შეწყვეტა ყველა მიმართულებით. აქ მარტო ირანზე არ იყო საუბარი და ნავთობმონარქიები. აქ საუბარიც იყო ასევე ლიბანზე, სადაც ჰეზბოლა პერმანენტულად ახორციელებს თავდასხმებს ისრაელის ქალაქებზე. და თავისთავად ეს ისრაელისთვის მიუღებელია. და აი რომ მოხდეს ამ საკითხის მოგვარება, თავისთავად ამერიკამაც აქ ისრაელის ინტერესების გაითვალისწინა. მასი არ არის რომ მარტო შეწყდეს ირანის დაბომბვა, ირანმა დაბომბოს ეს ნავთობმონარქიები, ჰორმუზის სრუტე გაიხსნა და დანარჩენი იქით რა ხდება სირიაში ან ლიბანში ეს ფეხებზე დაიკიდოს. არა. როგორც ირანმა მიაბა აი ამ ამერიკასთან მოლაპარაკებების გაგრძელება იმას რომ ისრაელმა შეწყოს შეტევა ლიბანის სამხრეთით, სადაც ჰეზბოლას პოზიციები ძლიერია. როგორც მიაბა, ისე მიაბეს ზუსტად ისრაელის ინტერესები, რომ თუ ცეცხლის შეწყვეტაზეა საუბარი, ისრაელმაც უნდა უკაცრავად ირანმა უნდა იქონიოს ზეკოლა თავის პროქსი ძალებზე, რომ სხვა მიმართულებითაც მოხდეს მათი დაწყნარება. აქ მარტო ჰეზბოლას არ იყო საუბარი, ხუსიტებიც არიან ახსენები. იმიტომ რომ ირანი ჩვენ ნახეთ ამ ჰორმუზის სრუტის ბლოკადით რა პრობლემა შეუქმნა მსოფლიო ეკონომიკას. იგრძნეს. ცივი შხაპი იყო. არაფერი არ ჩამოქცეულა, მაგრამ საგრძნობი იყო მსოფლიო ბაზრისთვის და საფონდო ბირჟისთვის. იმიტომ რომ ასეთი გაურკვევლობა დიდ რყევებს იწვევს. და აქ არის ახლა ხუსიტების მიმართულებაც იემენი, ჩრდილო იემენს საკონტროლებს. ბაბელმანდების სრუტეს რომ მივემატოთ ჰორმუზის სრუტეს, ეს რამდენი საჭადრაკო სვლა გამოდის ირანის მხრიდან, რამდენი ბერკეტი აქვს. ამიტომ ირანის თუ ამერიკა მიდის ირანთან მიმართებაში დათმობებს იმ კრიტიკულ მნიშვნელოვან საკითხებს სანქციების მოხსნა ნაწილი შეჯერობით. იმიტომ რომ სამ ბირთვული საკითხის მოგვარება არ იქნება იქ სრულ რაღაცა იმაზე მოხსნაზე ზედმეტია საუბარი. როგორც
ეს საკითხი უნდა იქნას განხილული, ხო? ამ ჰორმუზის სრუტის დებლოკირება. ასევე თავისთავად ისრაელის ინტერესებიც იქნება აქ გათვალისწინებული. და ვალდებულება ამის შესრულებაზე აიღებს უკვე ამერიკა. ამერიკა, იმიტომ რომ ისრაელმა თუ განახორციელოს იგივე დემარში, როგორც ჩარშა მოხდა. ნუ მაშინ ამერიკას ხელახლა მოუწევს იმის დაწყება, რაც აგერ 2 თვის თავზე რას მიაღწია. აი რა დათმობებზე წამოვიდა ირანი. ამაზე ისედაც მოდიოდა მანამდე ვენის ხელშეკრულების ფორმატში. კი ბატონო. მოდიოდა, მაგრამ გადაწყვიტა სამხედრო გზით, აგერ ირანმა უკვე რეალურ რეჟიმში დაინახა თვითონ რა ბერკეტებია და ვინ როგორ რეაგირებს, ყველაზე მთავარი. ამას მარტო მუხარებით მე როგორც აღნიშნე აქ ერახთან ომის დროს არ მოხდენია ბლოკადა, ეგ ტანკერების ომი იყო. ტანკერებზე თავდასხმები, მაგრამ ბლოკადა არ იყო. ჩაკეტილი არ იყო. დადიოდნენ გემები, იქ თავისთავად იმათ სამხედრო ხომალდები ახლდათ. იმას უსაფრთხოებისათვის სამ ტანკერებს, მაგრამ ჩაკეტვა არ იყო. სულ მიკროებოდა ირანი ამას, რომ ჩვენ ჩავკეტა და უკვე არასერიოზულად მიიღებს, ხო იცით როგორ არის ეს ასეთი ის როა გელი მოდის ხო? ზღაპარი, ხო, ნუ გელი მოდის და რომ პირველ იმაზე ჯერზე რომ მივარდნენ მისაშველებლად რომ არ იყო მგელი მეორეჯერაზე, მესამეჯერაზე და უკვე მეოთხეჯერა რო გამოჩნდა და რო არ მივიდა. აი ესია ირანის თემა, იმიტომ რომ არავის არ ჯეროდა უკვე ეს. ო იმუქრებოდნენ, ნუ სასაცილოდ არ ყოფნიდნენ. ეხლა ხო იცინიან კარგად. ირანს ფაქტიურად ჩაახუტეს ეს გეოპოლიტიკური ბერკეტი და დაანახეს ვის ბოდიში და ერთი ადგილი აქვს რომ ეს საკითხი მოაგვაროს. და არავის არ ხონია ამის ადგილი. სამხედრო გზით მოაგვაროს. მოლაპარაკებების კუთხით კი ბატონო. ირანი მიიღებს იმას, რაც უნდა პირველ ეტაპზე, სანაცვლოდ ამას მოხსნეს. მაგრამ უკვე დაინახა, რომ აქ დასავლეთი ამერიკის მოკავშირეებად არ გამოჩნდნენ. დასავლეთი არ გამოჩნდა. ვახსოვთ ჩვენ ბრიტანეთის მიმართ მოწოდება, საფრანგეთის მიმართ, ესპანეთის მიმართ, ესპანეთმა საერთოდ ისე რამ შეუთვალა, ნუ არ ვიცი, ანტიამერიკულ სახელმწიფოს ნატოში მიკვირს. ხო, ნუ არ ვიცი მან ისინი როგორ აგვარებენ ამ საკითხს, მაგრამ ფაქტია ამ საკითხში ამერიკას საგვერდში არ დაუდგა. ხო, ჰორმუზის სრუტის დებლოკირების საკითხში. ირანს დაინახა. და ეხლა ამას მივუმატოთ ამ ხოსიტების თემა. რომ იქაც საკეთოს. მერე რა იქნება? ბატონო, თქვით რო შეიძლება იემენი ჩაერთოს ძალაუნებურად ამ ყველაფერში. უყურეთ, მიზან მიმართულად უბრალოდ. არა, უყურეთ როგორ არის მან ბევრი მიიჩნევს რომ ეს იემენელი ხოსიტები ირანელების მარიონეტები არიან. აი ეს არის საკითხების გამარტივება. აი ეს მარიონეტი მორჩა ირანი მართავს არა, ინტერესთა თანხვედრა არის. იმიტომ რომ ვინც იცის იემენის ისტორია, ირანი იქ საერთოდ ნახსენები რო არ იყო. ისინი მან თავის დღის წესრიგს ამყარებდნენ. ამ ზეიდიტთა ტომებზე მაქვს საუბარი მე. ზეიდიტი, ანუ შიისთან დაახლოებული რელიგიური მიმდინარეობა ისლამში. რომელსაც ეს ხოსიტების ანსარალა უბრალოდ მაგრამ ხოსიტების მათი ის არის, ხო, ცნობილი ფართოდ გავრცელებული ტერმინი, ხო, ხოსიტები. და ისინი მათ თავისი დღის წესრიგი უბრალოდ ინტერესთა თანხვედრა მოხდა. იმიტომ რომ იემენი ესაზღვრება საუდის არაბეთს, სუნიტურ სახელმწიფოს, ვაჰაბიტური სახელმწიფო. საუდის არაბეთი იემენში უჭერს სუნიტურ ტომებს, სამხრეთ იემენი. ზეიდიტთა ტომები ეს შიიზმის მიმდინარეობა, ხო, ერთ-ერთი ებრძვიან ამ იემენელ სუნიტურ ტომებს. ასეთ ვითარებაში თავისთავად საუდის არაბეთი არის მეტოქე. ასეთ ვითარებაში ირანი რო გამოჩნდა შენი მხარდაჭერი სამხედრო სფეროში, ხო? რა იცის ხოსიტებმა დრონების გაშვება და ბალისტიკური რაკეტების წარმოება. ეს არის ველური მეომარი ტომები. ხოსიტები, ეს ზეიდიტთა ტომები. თუ არ ვცდებიო 400-ზე მეტი ტომი არის იემენში. 400-ზე მეტი, მაგრამ წამყვანი ტომები არიან იქ ხაშიდი, ბაკელი და შემდეგ უკვე სხვადასხვა ეს
ტომების ის მოდის კონფედერაციები, გაერთიანებები. ერთი 10 ტომი თქვათ გაერთიანებულია 3 ძლიერი სირგლით. თუ რეგიონების მიხედვით ის 3 ძლიერი ემორჩილება ერთ დიდს. მაგრამ შემდეგ შიდა დაპირისპირების, მოკლედ ის აჯამსამდალია მაგის გარკვევა ზედაპირულად ჯერ შემოიფაროთ, იმიტომ რომ ვერ ჩაწდება. მაგრამ ასეთ პირობებში შეიძლება საინტერესოც არ იყოს, ხო? ხო, ასეთ პირობებში ხა ირანი რომ მოძებნა ადგილი, შეიძლება რეგიონში თავისი გავლენა გააფართოვოს, აღმოჩნდა იემენი და იემენელმაც მიიღეს ეს დახმარება, მაგრამ იმ პირობებში, როცა ირანი მიდის ამ დათმობებზე, აი ხა რაც ჩამოვთვალე ხელახლა არ გავიმეორე და დრო არ წავიდე. ხო? და სანაცვლოდ მიიღებს ამ სანქციების მოხსნას ამ გარკვეულ იმას, ხო, შეღავათებს. ასეთ პირობებში ხუსიტების მხრიდან ისეთი ნაბიჯის გადადგმა, როგორც ბაბელმანდების სრუტის ბლოკადა, ეს იქნება დემარში ირანის წინააღმდეგ. ეს უკვე პირიქით იქნება. ხო, ეს უკვე ირანს დაარტყამს და რატომ უნდა გადადგან ხუსიტებმა ასეთი ნაბიჯი? რაღაცები უნდა გაითვალისწინონ. მაგათ თავიანთი დღის წესრიგი აქვს ხუსიტებს თავისთავად, მაგრამ ირანს ისინი ასე არ გადაემტერებიან. როგორ ირანი როგორც იქნა 10 წლის განმავლობაში ასეთი ვაიდა უის პირობებში მიდის ამ ხელშეკრულებამდე რომ მიაღწიოს სანქციების მოხსნის რეჟიმს, როცა ფაქტიურად თითქმის ეს მიღწეული იყო ვენის ხელშეკრულებით, ზეიმობდნენ მაშინ ირანელები, გადახედეთ, გადაჭედილია ვიდეოები როგორც ზეიმობდნენ ის რომ გაფორმდა ვენის ხელშეკრულება. რომ ამოვისუნთქოთ გვეშველებათ მოსახლეობაზე მაგ ახალგაზრდებს საუბარი. და შემდეგ უკვე ტრამპის რაღაც მაიმუნობით პირველი ადმინისტრაციით მიიღეს ჩიხი და ეხლა შექმნა მეორე ჩიხი, რომლისგან გამოსვლა საგერ უწევს იმ დათმობებზე წასვლა, რაც ვენის ხელშეკრულებით იყო. მაგრამ უყურეთ, ამერიკა როგორც ყველაზე წონიანი სახელმწიფო, თუ მოაწერეს ხელი და შეთანხმდა და რამე ექსცესები არ მოხდეს ბიბის მხრიდან ან იმ სხვა ადმინისტრაციის მხრიდან, მაშინ შესრულდება ამას ექნება თავისი ეფექტი. მაგრამ არსებობს კიდევ მთელი რიგი ფუნდამენტური გადაუჭრელი საკითხი, რომელიც მოგვარება, ასე მარტივი არ არის. აქ ორი თვე არ ეყოფა, რომელიც შემდეგ ეტაპზე არის, ახლა ამ მემორანდუმის შემდეგ ჩანიშნული. დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ბოლო-ბოლო შეურაცხყოფა აქვს მიყენებული ამერიკელებისთვის საელჩოს აღება. ეს არავის არ გაუკეთებია. ტყვეობაში ყავდათ წელიწად ნახევარი ამერიკელი დიპლომატები. და ისე რატო აიღეს ირანელებმა საელჩო ბევრმა არ იცის. რატო აიღეს ამერიკის საელჩო? თან თებერვალში მოხდა რევოლუცია. აიღო თებერვალში. მოხდა ნოემბერში. ეს დრო იმ პერიოდში ირანში არსებული დროებითი მთავრობა მეჰდი ბაზარგანისა და ქარიმ სანჯაბის მეთაურობით, იქ სხვადასხვა ტექნოკრატებიც იყვნენ. არარელიგიური ოპოზიცია. ხომეინი და ეს სასულიერო პირები, ეს ულტრაორთოდოქსები, ეს ფუნდამენტალისტები, თავისთავად რევოლუციის ლიდერები და ფლაგმანები, მაგრამ ესენი დაიტოვეს აი როგორც დასავლეთთან საკომუნიკაციო ხალხი, მაგრამ აი ზუსტად ამ ხალხმა მეჰდი ბაზარგანი და ეს მის გარემოცვამ დაიწყეს ფარული მოლაპარაკებები ამერიკასთან. რათა სასულიერო პირების ძალაუფლება შეეკვეცათ ირანში, დახმარებას ითხოვდნენ. ეს გახდა ცნობილი სასულიერო პირებისთვის. და ერთი დარტყმით მოსპეს ეს დასავლური დატოვებული გავლენები. აი ეს იყო მაგის, ეს მოკლედ რო ვთქვა, რატო შეუძლია მე არ ვიძახი ეს სწორად ეს არქეს მე ვიძახი კონტექსტი რა იყო. ბევრს გონი ასე უცებ გათენდა და მოდი რა გავაკეთოთ, რა სიგიჟე ჩავიდეთ, მოდი ამერიკის საელჩოს შეუტიოთ, არავის არ შეუტევია და ისტორიაში მაინც იყო. ასე არ ხდება. ეს არის საკითხის გამარტივება. რო ჩაეძიები, ბევრი კითხვები გაგიჩნდება, ირანს ვიკრო 20 წელზე მეტია და მეც ბევრი კითხვები გამიშთა. ერთი იმ დასავლეთის ლიდერების თავში ჩამახედა. ბევრი ახლა ცოცხალია და ვერ ჩახედავ. რა უტრალებდა ტვინში ხომენი რომ საფრანგეთიდან ჩაიყვანეს ირანში. და მე არ ვიცოდი, ეხლა რომ დავინტერესდი ამ თემით, თურმე იმ თვითმფრინავით, რითიც ხომენი მიყავდა, სავსე იყო თურმე ჟურნალისტები, რომ ვინმეს არ ჩამოეგდო ეს თვითმფრინავი. კი ბატონო, კი, მაგი მე არაერთხელ მქონდა ნათქვამი დაწერილი. 120-ზე მეტი ჟურნალისტი ჩაუშვეს. იმიტომ რომ შახის გენერლებს გადაწყვეტილი ჰქონდათ შახის ბრძანების გარეშეც ჩამოეგდოთ თვითმფრინავი. ან დაებომბათ აეროპორტი, როცა თვითმფრინავი დაეშვებოდა. და ესო გადაეზღვიათ. ჩაუსვეს ეს
ჟურნალისტები. როგორ უჭერს მაშინ მხარს და როგორ უჭერდა დასავლეთი მაშინ მხარს. ახლა ცოტა თემის გადახვევა, მაგრამ რახანე საკითხი ხო, მაგრამ ყველაფერი ხო კონტექსტია, ყველაფერი ხო მაყურებელს დასავლეთმაც რომ იქარა იქ. არავინ არ ეძახეს შახეს რეჟიმი, ანგელოზი იყო, საქართველოში ბევრმა არ იცის. საქართველოში კი არა, თვითონ ირანშიც არ იციან, ახლა როგორც მე მაქვს ეს თემა შესწავლილი, არ იყო ახლა ანგელოზის არც ერთი რეჟიმი არა, მაგრამ ის რაც მიაწერეს და შემდეგ მოხდა, მან დასავლეთის სრული კოლაფსი იყო. კარტერის სხვათა შორის, მე როცა აქ უკვე საუბრე ამერიკის და ისრაელის ინტერესების თანხმობაზე, ანუ ისრაელს ყოველთვის ექნება ამერიკის უპირობო მხარდაჭერას, რადა ის იყოს გაუგებარი ადმინისტრაციები, გაუგებარი რეგიონული პოლიტიკის მიდგომებში. ისრაელის მხარდაჭერები იქნება სულ. ანუ ისრაელის განადგურების საკითხი რო დადგეს, იქ არც ერთი ადმინისტრაცია უკან არ დაიხსნა. აქვს გავლენები ახლა ისრაელს ამ კუთხით. მან უყურეთ, რევოლუციის პერიოდში კარტერის ადმინისტრაცია ჩამოწერა შახეს რეჟიმი და დაიწყო კონტაქტირება რელიგიურ ოპოზიციასთან. მაშინ ირანში რევოლუციამდე ცოტა ხნით ადრე საიდუმლო ვიზიტი იმყოფებოდა ყველაზე ცნობილი ებრაელი ისრაელის გენერალი მოშე დაიანი. თავისთავად ფარულად. და მან ნახა ეს წინა რევოლუციური სიტუაციები, განწყობები ახლა მოსადის მუშაობის ის სტილი და პოტენციალი გეცოდინება. რომელი წლებია ბატონ ვასილ? ეს 70-იანების ბოლოს, 77-78 წელი. მან არის ხელმისაწვდომი ეს ინფორმაცია ინტერნეტში. მაგით შეშფოთებას გამოთქვამდა დასავლეთის პოლიტიკის მიმართ, როგორ ცვლიდნენ ისინი მიდგომას და მხარდაჭერას შახეს რეჟიმის მიმართ. და მას აქვს ნათქვამი მოშე დაიანს, რომ თუ დასავლეთმა შეწყვიტა შახეს რეჟიმის დამხობა, ეს დახმარება, ეს რეჟიმი დაემხობა და ჩვენ მივიღებთ შეურიგებელ უკიდურეს ანტიდასავლურ რეჟიმს, ანტიდასავლურ თავისთავად ანტიისრაელ. ხომ მოხდა მას? არ იცოდა ეს კარტერის ადმინისტრაცია? მაგრამ ჯორრივით გაიტანა ეს თავისი ის. აი კარტერის ადმინისტრაციის კისერზეა ისლამური რევოლუცია. თორე ისლამური რევოლუცია მან თვითონ რევოლუციის წინაპირობა თავისთავად შახის რეჟიმმა შექმნა. მაგრამ მას უნდოდა, შახს უნდოდა, რომ ახლა თვითონაც ახლა მორწმუნე კაცი იყო, მაგრამ ფუნდამენტალისტი არ იყო, ისლამისტი არ იყო. არ უნდოდა ქვეყანა შარიათის და რელიგიურ კანონებზე ყოფილიყო დაფუძნებული. ის მართავდა რეპრესიული სპეცსამსახურით სავაკით, მაგრამ ახლო აღმოსავლეთში როგორ უნდა მართო შენ მილიონობით მასა. დემოკრატიული იმით, რეგიონი ხო არ შეგეშალა. ეს ბელგია და ნიდერლანდები ხო არ არის კაცო. აქ ფეხი რო წაგიცეს, ჩაგმარხავენ. მთელი შენი მოდგმით. ამიტომ რეპრესიული რეჟიმი საჭირო უბრალოდ გააჩნია ფორმებს, ახლა სადამ ჰუსეინი საერთოდ ქიმიური არას იყენებდა, მაგრამ ამასთან თანამშრომლობდნენ. ხარს უჭერდნენ. ხო იყო ეს. ესე იგი ის მართალი იყო რომ იყენებდაო, ხო? აქ არც როგორ არ იყენებდა ახლა ქიმიური არაღი ბოლო-ბოლო ამერიკის სენატის საგამოძიებო ის არის, კაცო, დასწრები რაღა ვისაც აინტერესებს ეს თემა, აიღეთ ბოლო-ბოლო რაღაც მოიძიეთ რაღაც წაიკითხეთ ახლა, ხო? ხელმისაწვდომია მით უმეტეს ახლა ამერიკის კონგრესის საგამოძიებო კომისია თუ ტყვის, არ ვიცი, მაშინ ვის უნდა დაუჯერო. იქ წერია ვინ როგორ ეხმარებოდა სადამ ჰუსეინს ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის შექმნაში. საიდან მიდიოდა კომპონენტები, როგორი მთელი ის მიდიოდა საგამოძიებო ის პროცესები და ფირმების დასახელება. ამიტომ ახლა აღმოსავლეთი ახლა რთული რეგიონია და მან რეპრესიული რეჟიმი საჭიროა. მაგრამ ბევრი რამ მიაწერეს მე შახეს რეჟიმს. ისეთი რამ არც გაუგეთებია და არც უფიქრე. მან სხვა საკითხი იყო. შახი უკვე არ იყო ის მარიონეტი ჭალებში, როგორც მაგას უწოდებენ. ის გავიდა უკვე აი მარიონეტული ფაზიდან და დამოუკიდებელი მოთამაშე გახდა. ყველაზე ნათელი მაგალითი ამის. აი რაც მარტივად შეუძლია ნებისმიერს, ახლა ვინც ამას ვიდეოს ნახავს, მარტივად აგერ გზამკვლევს მოგცემთ, დაგუგლეთ, ნახეთ, ინტერნეტში მოიძიეთ და გადაამოწმეთ და თქვენ თვითონ განსაჯეთ იყო თუ არა ეს ფაქტორები გადამწყვეტი იმისა, რომ
ცივი ომის პირობებში, როცა კაპიტალისტური დასავლეთი და სოციალისტური კომუნისტური აღმოსავლეთი ერთმანეთს ებრძოდნენ, ასეთ პირობებში შახის რეჟიმს მიმართ პოლიტიკა შეცვალა. კერძოდ, იომ ქიფურის ომის დროს 73 წლის ოქტომბერში, როცა არაბული ქვეყნები ისრაელს თავს დაესწრო და ისრაელმა მოიგო, ხო? მან და არაბულმა ქვეყნებმა, ოპეკის ქვეყნებმა, ძირითადად სხვადასხვა მერე შემდეგ ქვეყნები შეუერთდნენ, გამოუცხადეს ნავთობის ემბარგო დასავლეთს. ამან გამოიწვია დიდი ენერგეტიკული კრიზისი 73 წელს. ოქტომბერზე მაქვს, ოქტომბერი, ნოემბერი ასე. შახმა გააგრძელა ნავთობის მიწოდება დასავლეთს. ანუ შახი არ შეუერთდა ამ იმას, ემბარგოს. მაგრამ ფასი მოამატებინა 4-ჯერ გაძვირდა 1 წელიწადში ნავთობის ფასი. $3-მდე ღირდა და $12 გახდა. ეხლა გეკითხებით, თუ ამერიკის და დასავლეთის მარიონეტია შახი, ასეთ კრიტიკულ მომენტში, როცა არაბული ქვეყნები უცხადებენ ემბარგოს, ანუ ნავთობს არ აწვდიან, ირანი აწვდის, მაგრამ გაუთხმაგებულად, იქ ყოველ ცენტზე მიდის ვაჭრობა. აქ 4-ჯერ მოამატებინა შახი. 73 წელს ბიუჯეტში, ესე იგი ირანის ბიუჯეტში შევიდა თვალსები $10 მილიარდი, მომდევნო წელს 4-ჯერ მეტი. ეს 73 წელს, ამხელად 73 ეს მაშინდელი თანხები. მაშინდელი თანხები ეს კონვერტირება გააკეთეთ, კითხეთ ეგერ იმას. ხელოვნურ ინტელექტზე კონვერტირებას გაგიკეთებთ რა ვალუტაზე იყო საუბარი. და შემდეგ უკვე რადიკალურად მოიმატა ანტიდასავლური სტატიები დასავლურ პრესაში, სადაც აკრიტიკებდნენ შახის სპეცსამსახურს სავალს. ესე იგი, მანამდე ხო რას ამბობ ადამიანის უფლებების დამცველი ის იყო ეტალონი, ხო, სავაკი და მისი ციხე, სადაც პატიმრები ყავდათ. და მერე გახდა ეს საშინელების და ტირანიის ბასტიონი? ხო, ხტებით რომ ეს მექანიზმია. თან უყურეთ, ეხლა მე ხო ვთქვი რომ მაყურებელს შეუძლიათ გადაამოწყოს. უნებრივად კითხეთ ხელოვნურ ინტელექტს და წყაროებსაც ამოგიგდებთ თუ სწორად დაუსვამთ კითხვას და გადაამოწყეთ. 75 წელს Amnesty International საერთაშორისო ის ცნობილი ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგის კუთხით, ხო? ყოველწლიური ანგარიშები ყველა ქვეყნის მიხედვით სხვადასხვა პარამეტრები. ესე იგი, მარტინ ელიასი თუ არ ვთქვი მაშინდელი დირექტორი, მან განაცხადა 75 წელი არც ერთი ქვეყანა არ არგობს ადამიანის უფლებებს ისე, როგორც ირანი. ბიჭო, ახლა თუ ბოდიში და დებილი არ ხარ, შეგიძლია პარალელები გაავლოს სხვა ქვეყნებში და გადახედო. მაგ დროს უგანდაში იყო დიქტატორი იდი ამინი. იდი ამინი როგორ მართავდა, შევიძლიათ მოიძიოთ. 75 წელს კამბოჯაში მოვიდნენ წითელი ქმერები. ო, ეგ საშინელება ხდებოდა. რომლებაც 4 წელიწადში 3 მილიონი ადამიანი დახოცეს. გენოდი. პნომპენი რო აიღეს წითელმა ქმერებას 3 დღეში 2 მილიონი მოსახლეობა გარეკეს სოფლებში. დედაქალაქი და დაცალეს 3 მილიონი ადამიანი. 2 დღეში. თუ უგაცავთ როგორ იყო მათ, ხო? ნუ 2 მილიონზე მეტი ის დედაქალაქის მოსახლეობა. 3 დღეში დააცლევიდეს ასე რაღაც. შიდა გენოციდი მოაწყეს რა. გენოციდი ის კამბოჯა არ დედამიწაზე არ მდებარეობს, რაც არ მოხდა იმაში ანგარიში. თანაფარდობა ხო უნდა იყოს, რაც ადამიანის უფლებას რას უძახი აქ შახის სპეცსამსახურმა თუ დააკავა და ცემა და პანჩურებით შეაგდო იმაში ციხეში, იქ ქალაქებს ანადგურებდნენ რაც. რომელია თანაფარდობა ადამიანის უფლებების კუთხით? აბა. რომელი უფრო, ამიტომ ეს ინსტრუმენტებია ყველაფერი. კი ბატონო. ის ზეწოლის ინსტრუმენტები როცა საჭირო გახდება. აბსოლუტურად გეთანხმებით. ანუ და ამიტომ ეს ასეთი მიდგომები, როცა საუბრობთ რომელი ქვეყნის ნიქარვაზე, არ დაგავიწყდეს მეორე მხარესაც შევხედოთ მის ნაბიჯებს. სად ასეთი ისინი არ არიან, ხო? თეთრი ყვავები. ხო და ზუსტად ეს განსხვავება იყო ის, რაც სხვანაირი მიდგომა ჰქონდა მაშინ, რომ ხარი დაუჭირეთ შახს.
კარტელის ადმინისტრაციამ დაიჩემა და მოახდინა შახის ჯარის განეიტრალება. შემდეგ მოვიდნენ ესენი. იმათმა აიღეს ამერიკის საელჩო და მოაწილეს ეს დარჩენილი პროდასალური ისინი, ხო? ლიდერები, ვინც იყო ირანის პოლიტიკაში. და დამთავრდა. მის მერე უკვე მიდის აი ამ უკან და დაპირისპირებული ისინი არიან, ხო, გეოპოლიტიკური ცენტრები. ხო, თითქოს ბოლოც აღარ უჩანს რა. ხო და იმას ვიძახი რომ ეს შეურაცხყოფა რო აქვს მიყენებული ამერიკას საელჩოს აღებით და დიპლომატების დატყვევებით, ახლა მარტივი არა, ახლა ამას ჩვენთვისაც ეს დიდი შეურაცხყოფა იქნებოდა, ხო, თავისთავად. ამერიკისთვის ამის გადახარშვა ხო? ხო, ძნელია, ამიტომ მე ვიძახი რომ როცა მიდის საუბარი ამ ხელშეკრულების დადებაზე, ამის შესრულებაზე, აი ყოველთვის ეს მახსენდება, ხო, ესეთი მომენტები და პლუს დიპლომატიური ურთიერთობების არ ქონა ორ სახელმწიფოს შორის. ან როგორ უნდა აღდგეს ეს საინტერესოა რა ფორმე, აი ძნელია რა, ძნელია ამის წარმოქმნა, რაღაც კატაკლიზმი უნდა მოხდეს ამ კუთხით რა. ან ვინ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი? ირანი ახლა ამაზე არ წავა, რომ მოდით ახლა აღადგინეთ ეს საელჩო, რომელიც თვითონ აიღეს შტორმი და დახურეს. ამერიკით თხოვნას არ დაუწყებს, იმიტომ რომ ირანმა უარი რო უთხრას, მერე ვაფშე საერთოდ დასაცინი გამოვა, ხო? აბა. ხო და ასეთი არის ასეთი სიტუაცია, ხო? აი ცოტა ბატონო ვასილ, მე ესე ვფიქრობ, ამერიკის შეერთებული შტატების 2028 წლის არჩევნებამდე მე მგონი აი ესე გაგრძელდება რა. არა ისე ტრამპის ადმინისტრაციის ეს მეორე ისა, ხო, მესამეჯერ უკვე მაგი პრეზიდენტი ვერ გახდება. აი ტრამპა რომ მოახერხოს ეს ირანთან ამ საკითხის დავაგება. და რომ შეასრულოს თავისი გრძელვადიანი. ხო, გრძელვადიანი. აი ეს ორი თვის პერიოდი იქნება კრიტიკული. რამე რო არ მოხდეს. ბევრი ის იქნება საბოტირება, ბევრი მას ვიხილავ ჩვენ ამ კუთხით. და სხვა ძალების მხრიდან, მესამე ძალების მხრიდან. და ეს რო შედგეს ხელშეკრულება, ამერიკას ამის ბერკეტები აქვს, რომ ეს აღასრულოს. როგორც მასზე აღებული ვალდებულებები თუ დათანხმდა, მაგრამ ირანმაც უნდა შეასრულოს ახლა ამერიკა ის არ არის ახლა პატარა ბავშვი, ხო, რომ ისე ეთამაშო, როგორც შემოგინდება და ვერ მოატყუება ახლა ამერიკას ის, იმიტომ რომ შემდეგ ჯერზე ისე მოხდება, იგივე დედამიწა გამოწვა მეორე იმდა გამოვიდეს. ხო და რთულია ასეთი ვითარება, ირანსაც ესმის ახლა თავისი პოტენციალი, ახლა ეს ბერკეტები კი გასაგებია, ხო, მაგრამ დაპირისპირების იმამდე სულ ხوار იქნება რაღაც. ის დაპირისპირების მომენტები ახლა რაც შეიქმნა სრუტის ბლოკადით. უნდა ერთი იმის ბაბელმანდების იმას არ შეხებია. მაგრამ იქაც შეუძლია, მაგრამ არ მისულა აქამდე. აქ დაინახა, დაიტესტა. აჰა. ჰორმუზის სრუტის აი ამ კრიზისმა ირანის იქნა ჰორმუზის სრუტის ბლოკადამ აჩვენა ერთგვარი ტესტირება იყო, ვინ რისი მაქნისია, ვინ რას მოიმოქმედებს, როგორც დასავლეთი, ისე არაბული ქვეყნები, რა გავლენას იქონიებს ადგილობრივი ქვეყნების ეკონომიკაზე, ამას სწავლობენ ირანელები და არა მარტო ირანელები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ოპერატიული ინფორმაცია, რომელიც ამ კრიზისის არ არსებობამდე ამას ვერ გახაზავთ. შეუძლებელია. იმიტომ რომ შენ შეიძლება ერთი მხრივ დეკლარირებულად უჭერდე მხარს, მე ბოლომდე დავიცავ ჩემ მოკავშირეს, მაგრამ რამე რო ფეხი წაუცურდე, შეიძლება პირველი იყო შენ ვინც დააბიჯებს მაგას. იმიტომ რომ რაღაც შეიცვალოს მე მიდგომები, სხვა ინტერესები გაგიშტეს. და ამ კრიზისულ ვითარებაში ირანმა ნახა ვინა მისი მოკავშირე და ვინ არა. ირანის მოკავშირე ამ ვითარებაში გამოჩნდა მისი გეოპოლიტიკური მდებარეობა და მისი სურვილი გადარჩეს როგორც სახელმწიფო. და ამისათვის ისინი ყველაფერს გააკეთებენ. თუ განადგურება უწირია ირანს, გაიყოლებენ რა იქ რამოდენიმე რიგ სახელმწიფოს, მნიშვნელოვან სახელმწიფოს და მათთვისაც ეს ბოლო ის იქნება, ხო? გაფართხალება. კი ბატონო. ხო და თუ შედგეს შეთანხმება, ცოტა სკეპტიკურად უყურებ მე მაინც. ბევრი ფაქტორები არის ჯერ რომელიც არ არის მოგვარებული და ორივე მხარემაც არ იცის ჯერ როგორ მივლენ რომელ ისულამდე მივლენ აი ამ საკითხებში. ეს არის ახლა უბრალოდ ურთიერთგაგების მემორანდუმი, რაც საშუალებას მისცემს, რომ ეს საკითხები რაც ჩამოვთვალე, რაც ამ მემორანდუმის შემდეგ უნდა შესრულდეს. შემდეგ ეტაპზე უკვე ვინ როგორ შეასრულებს ამას ორივე მხარე დააგვირდება.
იქნება ურთიერთბრალდებები, რომ იმან დაარღვია, ამან დაარღვია, ის არასრულებს, ჩვენ ვასრულებთ. წავა ისევ ეს თამაშები და ეს კულუარული რაღაც ზეწოლები და ეს მექანიზმი, მაგრამ თუ ირანს უნდა გამოძვრეს აქ. ირანს ახლა ჭირდება ნდობა. კონდეს მეორე მხრის მიმართ. ამ შემთხვევაში ამერიკის მიმართ. ნდობა როგორი უნდა კონდეს იმ სახელმწიფოს მიმართ, მე უკვე ჩამოვთვალე მთელი რიგი ფაქტორები, რაც ამ ორ სახელმწიფოს შორის არსებობდა. საელჩოს აღებიდან და იქ იმის პერიოდიდან ამას მოყოლებული დღემდე. აგერ შაშანდელი სამხედროი კამპანია და ახლა თებერვლიდან მოყოლებული. ეს ნდობა რომ გაჩნდეს ირანელებში. ნდობა იცით როგორი კუთხით? ის კი არა რომ მიენდო და ჩაგბარდები. არა. პრაგმატული ხედვებით, პრაგმატული ცივი გონებით ნაბიჯების გადადგმა. რომ ირანი მოდის, მე შევასრულებ, მაგრამ მეორე მხარემ თურქში არ შეასრულა. ნუ იქ უკვე დასრულდება ეს ყველაფერი ეს ფარსიც რა. თუ ფარსია დასრულდება, თუ არ არის ფარსი, მაშინ მივნე შეთანხმება. გამოჩნდება ორი თავზე. ძალიან დიდი მიღწევა იქნება ამერიკისთვის, ტრამპმა თუ მოახერხა ირანთან ეს ამ ურთიერთობების დალაგება და საფუძველი თუ ჩაუყარა საერთოდ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას. ეს ძალიან ურთულესი ის იქნება, მაგრამ შეუძლებელი არაფერი არ არის. ბოლო-ბოლო ახლა იაპონია რა იყო მეორე მსოფლიო ომამდე და მე როგორი გახდა ვიცით, მაგრამ კი მოუწია ატომური ბომბის დარტყმა, მაგრამ აქ შეიძლება არ დაჭირდეს ირანზე არაფრის იმის დარტყმა. ირანელები პრაგმატული ხალხი არიან და თლად ისეთი კამიკაძეები არ არიან, როგორც ამას წარმოაჩენს. რეგიონის სპეციფიკა ესეთი. ეს ყვირალა ტონი და აი აქ ზუსტად იმალება ეს რაღაც ახლოამოსავლური უბრალოდ ირანთან მიმართებაში სპარსული რაღაც ვირეშმაკობები. ამ ზუსტად ყვირილების ფონზე გამოჩნდა რომ თურმე ირანული ბალისტიკური რაკეტები შორს მიფრინავს და დამანგრეველიცა. თან ირანელები მე არ ვიცოდი ეს ეხლა აი ამ ომთან შაშანდელი ომის მერე დავინტერესდი საკმაოდ კარგი მოვაჭრეები ყოფილან. ნუ ახლა ვაჭრობა ბანალურ დონეზე არა, მე ვამბობ აი გამოვაჭრობა ცოდნიათ თურმე რა, რასაც დიპლომატია ქვია მოკლედ. ხო, დიპლომატიაზე მაქვს მე საუბარი და არა ბაზრის იმაზე, ხო, პროდუქტების ვაჭრობას. თუმცა იქაც ოსტატები არიან. სპარსული ის დიპლომატია, ეს ამაზე საერთოდ ცალკე წიგნი არის ქართულად დასაწერი. ნუ ისაც გაინტერესებს. ბევრი რამის სწავლა საინტერესო იქნება, იმიტომ რომ ეხლა დააკვირდით გადავიდეთ მაგაზე. დააკვირდით 19-ში ხო ახლა ჩანიშნული ჟენევაში ეს ურთიერთგაგების მემორანდუმის ის 14-ში იყო ჩანიშნული. ირანელებმა გაწელეს, არ უნდათ ტრამპის დაბადების დღეზე მომხდარიყო. აჰა. საჩუქარი მაგის ისინი არ არიან ახლა რომ დაიყოლნენ. იცით რომ ირანელები ასეთ საკითხებს ძალიან დელიკატურად უდგებიან. იყო ასეთი მომენტი, როდესაც მუამარ კადაფი ლიბიის დიქტატორი ყოველთვის მოგხსენებათ როგორი ის იყო, ხო? ექსცენტრული და რაღაცნაირი ისინი, ხო? პარანოიდალური რაღაც იდეების შეპყრობილი იყო მართლა. ლიბიასთვის ბევრი რაღაც გააკეთა, მაგრამ ისეთი გადახრები ჰქონდა რომ ნუ მოკლედ რა, მისი რეჟიმი ხო, ანუ სუბუქად რო თქვა ჰუმანური რეჟიმი არ იყო. არა, ის ირანულ რეჟიმთან ახლოსაც ვერ მივა, ის გაცილებით ძიმე იყო, კი. ხო, და მან ეს კარვებში ღებულობდა იმას დელეგაციებს. კარვებში. ესეთი ის ქონდა რაღაცეები თავისი ბედუინური რაღაცეები, შიზოფრენული რაღაცეები და მან როგორ ქონდა მაგას გაკეთებული მუამარ კადაფს, ახლა ერთ ისტორიას მოგიყვან და ირანელები როგორ უყურებენ ამას. საინტერესოა. შეხვედრა, ესე იგი, წელი არ მახსოვს და როგორ მოხდა მაგისის. მოკლედ იყოფებოდა ამ იმაში, ხო? პრეზიდენტით გადახურული ის რას უძახიან მაგას. სეფასავით რაღაც. ხო, ნუ ესეთი რაღაც ის იყო, ხო? რუსულად არის შატიორ. ხო, ეს გადახურული ეს პრეზიდენტით ეს არაბულ ქვეყნებში ეს ხშირად ექნებათ ნანახი. და დელეგაციები რო შედიან, რო შესასვლელი როა, ეს ფარდასავით ხომ უნდა გაწიო.
ისე დაბლა იყო, რომ თავი უნდა დაგეხარა, რომ შესულიყავ. და ალი ხამენეი, ეს ირანის უზენაესი ლიდერი, ეს მაღალი კაცი იყო, რომელიც მოკლეს აგერე. ეხლა ვინც მოკლეს? ფებრუარში, ხო? ირანის უზენაესი ლიდერი, ალი ხამენეი მაღალი ადამიანი იყო. და მას ეს მოახსენეს ახლა. ხო და როგორ გავაკეთოთ, დაბალი არის და თქვენ დახრა მოგიწევთ. ანუ ახლა კადაფი შიგნით არის და ეს დაიხარა, ხო? ნუ ახლა სპარსული ვირეშმაკობა როგორ ის გამოჩნდა. არა უშავს, წავიდეთ და მე ვიციო მანდ რა გავაკეთო. და რომ მივიდა, ეს ჯოხით ხო დადიოდა. ეს უკვე ასაკოვანი იყო და ნუ ფეხის ის პრობლემები ჰქონდა რა. და აი ჯოხით აწია ზუსტად ეს. შესაძლებელი არ დაჭირდა თავის დახრა, ხო. ხო და ახლა ამას რამხელა ისაკ მაგისტრი მითხრა, ხო? როგორ უწევენ ანგარიშს აი ამ თითქოს ნიუანსს? არა, ნუ ვითომ არაფერი ახლა მე რა იმას შედიხარ, მაგრამ ისინი იცოდნენ ამ კადაფის ისინი რაღაცები და ახლა ირანელებმაც თავიანთი სიხმარეს ასეთი და დიდ მნიშვნელობას აქცევენ ირანელები ასეთ რაღაცებს. ძალიან საინტერესო სახელმწიფოა ძალიან. ბატონ ვასილ, მე ტრადიციულად თქვენ იცით ჩვენი პირველი შეხვედრისას, ტრადიციულად საქართველოს თემას უბრუნდები ხოლმე და აი ჩვენი საუბრიდან კაი გვარიანად გავიდა დრო და ბევრი რამ შეიცვალა და ირანმა განემტკიცა პოზიციები რეგიონში და ბუნებრივია ის სამხრეთ კავკასიაზეც დაეთყობა, თუ არ ეთყობა უკვე და თქვენ როგორ ფიქრობთ? აი 3+3 პროექტი რო იყო, რომელსაც ჩვენ არ უერთდებოდეთ რიგი მიზეზების გამო, იქ იყო სუბიექტური, ობიექტური. აი თქვენ როგორ ფიქრობთ, სამხრეთ კავკასიაზე ეხლა ეს შემდგარი უკვე სახელმწიფო დიდი ალბათობით უკვე იარაღს აღიდგენს და უკვე მძლავრი სამხედრო სახელმწიფო. როგორ გავლენებს მოახდენს, იმიტომ რომ რუსეთია ჩრდილოეთით, დასავლეთით თურქეთი და ეს ახალად შექმნილი საკმაოდ მძლავრი სახელმწიფო. ირანი? რა მოხდება, ხო? ირანის სახით, ხო? სამხრეთ კავკასიაზე და საქართველოზე რა გავლენებს მოახდენს? პოზიტიურს და საფრთხილოს, მოდი ასე ვთქვათ, ნეგატიური რო არ ვიხმაროთ. ჩვენ აქ ახლა ეს ამას ჯობია ცალკე გადაცემა დავუთ. კი ბატონო, დიდი სიამოვნებაა. მაგრამ მოკლედ ახლა შემიძლია ძირითადი საკითხები. მოკლედ, იმიტომ რომ ჩვენ ვიდეოს ორ ნაწილად დავყოთ, იმიტომ რომ პირველი 1 საათიანი იყო, ესეც 1 საათიანი იქნება, იმიტომ რომ მაყურებლისთვის უფრო ადვილად აღსაქმელი რო იყოს, ესე აჯობებს. საქართველოსთან დაკავშირებით, აი ირან-საქართველო კიდე ერთი ვიდეო მომდევნოში ჩავწერო და აი ხა თუ შეგიძლიათ რომ მოკლედ ვთქვათ. ძირითადად მოცემულობას დავასახელებთ, ეხლა მაყურებელიც არ გადავარდეს იმ აუძაღლის პერიოდის ხსენებაზე, რომელიც აი კარგად ახსენეთ პირველ ნაწილში, რომ ეხლა ირანი ყიზილბაშები აღარ არიანო და ხო და აი არა, ნუ საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს იმ იმას სხვანაირი ის აქვს, მაგათ ხედვები და ინტერესები. ეხლა აქ ჩვენთან ირანზე როცა საუბრობენ ახსენდებათ შაჰ-აბასი, ნუ რა კვალი დატოვა ჩვენ იმაში ცნობილია და ხა არა ვერ იქნება რატომ უნდა გაუხარდეს აქეთ თუნდაც აქედან გამომდინე ირანის, მაგრამ იმის შემდეგ რა შეიცვალა ჩვენთვის ხო მთავარი არის რომ მეზობლები იყვნენ ჩვენს მიმართ შეიძლება ახლა მოკავშირე აუცილებელი არა, მაგრამ თულად განწყობილი არის. არ უნდა იყოს. ხო, არ უნდა იყოს ახლა სასურველი იქნება პროგნოზირებადი მეზობლები რო იყოს. სასურველი იქნება ჩვენთვის. რა რეჟიმი იქნება ჩვენი საქმე არ არის, ისე როგორც სხვისი საქმე არ არის ჩვენთან რა პოლიტიკური წყობა და სხვა დღესასრიგი იქნება. ხო, ეს ერთი საკითხი. მეორე ირანსაც შეეხება. ნუ ახლა ირანის გავლენები სამხრეთ კავკასიაში საკმაოდ სუსტია. ნუ სანქციების რეჟიმები, ძირითადი აქცენტი ახლომოსავლეთზე იყო, იქ ერაყი, სირია, იქ ავღანეთი, პაკისტანი, იემენი, ლიბანი, სირიის სისტემა ვიცით ახლა ხო, რამდენი წელი დაჭირდა ირანს ეს დიქტატორული რეჟიმი შეენარჩუნებინა, რომ მათთან შუაზე გასასვლელი ქონოდა და იქით ლიბანში. ხო, ამ მიმართულებით სამხრეთ კავკასიის მიმართ არ ქონდა ირანს იმხელა პოტენციალი, რომ აქეთ მოქმედ. პლუს სანქციების რეჟიმი, ნუ რა შემოგთავაზებს ირანი, რა უნდა გაყიდოს აქ. სიტყვაზე ახლა ენერგორესურსებს ვერ შემოიტანს, სხვა კუთხით, ნუ სხვა მიმართულებითაა გაწყობილი ეკონომიკა,
ანუ მინიმალურად არის ირანის აქტიურობა ამ კუთხით. ეს უბრალოდ ეკონომიკური მეტი. სამხედრო კუთხით არც ერთ ქვეყანასთან არ აქვს სამხედრო ხელშეკრულება. მე ვიძახი სამხედრო ხელშეკრულება თავდაუსხმელობის ამ თანამშრომლობის ან წვნების რაღაც ერთობლივი რაღაც ისინი იყო აზერბაიჯანთან და სომხეთთან, მაგრამ ეს სტრატეგიული და რაღაც ისეთი მნიშვნელოვანი სამხედრო თანამშრომლობა მათ შორის არ არსებობს. ანუ სამხედრო კუთხით, ახლა თურქეთს რო აზერბაიჯანთან სამხედრო თანამშრომლობა, ანუ ახლა ირანს ახლოსაც არ აქვს არც ერთ სახელმწიფო სამხრეთ კავკასიაში. ეკონომიკური კუთხით ძალიან მოიკოჭებს. ეს სანქციების რეჟიმიდან დაწყებული. მერე აწყდება სხვა გეოპოლიტიკურ ცენტრებს, აქ რუსეთი. რუსეთი არ არის ირანის მოკავშირე. სტრატეგიული მოკავშირესაც სიტუაციური ის არის მოკავშირე. ემთხვევა რაღაცები მათი ინტერესები. მაგრამ განსხვავდება, იმიტომ რომ სომხეთში რო დააპირა ირანმა გაზის მილის გაყვანა, იქაორმა გაზპრომი, რომელიც ფლობს ამ სფეროს, ორჯერ ნაკლები დიამეტრის ტრუბები გააყვანინა ირანს. ანუ როგორ ახლა ეს ახლა ირანს არ არის ისე რომ ირანს უნდა სახელმწიფოებთან ურთიერთობა, მაგრამ აქაც აწყდება წინააღმდეგობა. საკითხი თურქეთი უფრო მოძლიერებული და უფრო მომზადებული გახდა საბჭოთა კავშირის დაშლას და უფრო ადვილად აითვისა. ძირითადად ახლა გავიცავთ საქართველოსია საუბარი, ან სომხეთთან ახლა იწყებენ ნორმალიზებას. სხვა კუთხით, 3+3 ფორმატი რო თქვით ახლა. ვინ შედის იმ 3+3 ფორმატში? თურქეთი, ირანი, რუსეთი და სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფო. რუსეთის გარდა ყველა აღიარებს ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას. ასეთ ფორმატში რა ვიცი ახლა რომელი თავმოყვარე ადამიანი სახელმწიფო მოღვაწე ამას მოწმ. ირანელი ასეთ ფორმატში მიიღებდა მონაწილეობას თუ ერთი მხარე არ აღიარებს ირანის ტერიტორიულ მთლიანობას. არ მიიღებს. მაშინ ჩვენთვის რა უნდა ისეთი სარგებელი მივიღოთ, რომ ამაზე თვალი დავხუჭოთ. რა უნდა მივიღოთ ისეთი, რომ რაღაცა რადიკალურად შეიცვალოს ქართველების ცხოვრება, ეკონომიკური თვალსაზრისით. არაფერი, ამიტომ მე ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ 3+3 ფორმას, თავისთავად ახლა რეგიონულ იმას ვერ გავექცევი. ახლა ჩვენ გვაქვს აწყობილი ამ კუთხით სავაჭრო ურთიერთობები თურქეთთან, აზერბაიჯანთან. საჭიროა საკუთარის განვითარება, რომ არავისი არ იყო მიმული. სასურველი იქნება. ამის პოტენციალი სახელმწიფოს აქვს. გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე და ყველაფერი გაგვაჩნია. უბრალოდ მოვიკოჭრეთ ამ კუთხით. ახლა უფრო ის ფორმით არ ვიტყვი. ეს ეთერში არ ითქმება. ხო და ამ კუთხით ვაჭრობთ, არ ვიცი, რეგიონული მიდან 3+3 ფორმატში მე საქართველოს მე ვერ ხედავ გამომდინარე იქიდან რომ რუსეთი არ აღიარებს შენ ტერიტორიულ მთლიანობას. მაშინ ეს თუ ის ასე უდგება პრინციპულად რუსეთი რომ მე ამას არ დავთმობ, მაშინ შენ უპრინციპო გამოდიხარ რომ შენ აწერ ხელს იმას რომ ის არ აღიარებს, მაგრამ მაინც ღებულობ მონაწილეობას. შეხარ უპრინციპო. შენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მიმართ. სხვა გზები უნდა ეძიო, სხვა ფორმატები უნდა ეძიო. ითანამშრომლო ისეთ ქვეყნებთან, ვინც შენ ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს აღიარებს. არ ერევა შენ ქვეყნის შიდა საქმეებში. ფოტოშორის ირანი არ ერევა. ხო და აი მაგ კუთხით ჩვენ რუსეთიდან მე როგორც ვატყობ თან გვინდა რომ დავალაგდეთ და თან დიდად არ მივისწრაფით და მე მესვი ჩვენი ხელისუფლების რატომაც აი რაც ახლა თქვენ ბძანეთ, მაგრამ აქვე რეგიონში რჩება ორი დიდი მოთამაშე, თურქეთთან ჩვენ დიდი ხნის პოლიტიკური ეკონომიკური ურთიერთობა გვაქვს, ხა იმის განხილვას მე აქ არ დავიწყე და თქვენ დროს არ დაგაკარგინებთ და აი ამ კუთხით ირანი შეიძლება გახდეს რუსეთის საპეწონე რეგიონში ჩვენთვის. ესეც დიდი თემაა, მაგრამ ეხლა რო თქვა და შემდეგ ჩავწეროთ კიდე ახლა. მოკლედ რო თქვა ეს ძალიან დიდი თემა აქვს ჩვენ იმას ჩავიწერეთ თან მე თუნდა რაღაც მესამე ნაწილი გავაკეთოთ მე იმის. კი, ცალკე მაშინ ამას უნდა მიიღოს და გადახვევების გარეშე რომ საქართველოზე რომ რაღაც მას კონკრეტული ფაქტებიც უნდა გადავამოწმო იქ კონკრეტული ციფრებით, რაც საშუალებას მოგცემს რომ მოსახლეობისთვის უფრო წარმოსადგენი იყოს რაზე მაქვს საუბარი.
და რა უფრო რაღაც დეკლარირებული გეოპოლიტიკური ვითარებაც. მარტივად რო ვთქვათ, ირანს თუ მოუხსნეს სანქციები, ის სამხრეთ კავკასიაში გახდება დასავლეთის კონკურენტი, თურქეთის, რუსეთის და ყველასი, ვინც აქამდეას ვისაც აქვს დასავლეთის იმაზე რეგიონში აქვს ათვისებული ეს ბაზარი. ყველას კონკურენტი აქვს, იმიტომ რომ ირანს ყველაფერი აქვს. გარდა რიგი საკითხისა, რაც მე უკვე ჩამოვთვალე, მოუგვარელი საკითხები. ეს არ აქვს მოგვარებული, თუმცა ყველაფერია, ყველა წიაღისეულია. ნავთობი, გაზი, სხვა მინერალები, სხვათა შორის, ესე იგი 2000 წელი ბოდიში მაყურებელს არ მახსენდება, მაგი 2000 რომელი წელი 24 არა. მოკლედ, არც ისე შორ პერიოდზე 10 წელის ის არის სხვაობა, აი ამ 10 წლის პერიოდში ამ კონფლიქტამდე თავისთავად ესე იგი ევროკავშირის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი თუ რაღაც სამინისტრო არის, ვინც სოფლის მეურნეობის სფეროში ამ ანგარიშებს ყოველწლიურად აქვეყნებს. ესე მე წავიკითხე, მათი გვერდზე გამოქვეყნებულია ეს მასალა თარგმნა და ერთ-ერთ კონფერენციაზეც ამაზე მქონდა საუბარი. მან წერია, რომ ესე იგი პროდუქციის წარმოების კუთხით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების კუთხით, იქ მარტო მასშტაბებზეც არაა საუბარი, იქ ხარისხიც არის და მთელი რიგი ის არის ჩამოთვლილი პუნქტები, რაც უნდა აკმაყოფილებდეს, რომ ამ ეს მხედველობაში მოხდეს აი ამ კომიტეტი დავარქოთ ამ სოფლის მეურნეობის კომიტეტის იმას ანგარიში. ირანი შედიოდა სოფლიო ათეულში. სოფლის მეურნეობის დარჩი წარმოებული პროდუქცია. ერთი სახეობა კი არა. მან მთელი რიგი სახეობა იყო იმის სოფლის მეურნეობის დარჩი წარმოებული პროდუქციის, მაგრამ სერიოზული პრობლემები აქვს, თან ეს ხდება წყლის სერიოზული დეფიციტის პირობებში. ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარებით, ურთულესი სანქციური რეჟიმი. მაგ პერიოდში მოახერხა ირანმა ეს. წვდომა ტექნოლოგიებზე ნაკლები აქვს, ფინანსური რესურსები ვიცით შეზღუდულია, ისი არ აქვს. და რა იქნება სანქციების მოხდის შემდეგ თქვენ როგორ ვთქვით? როცა ეს რესურსები 10 ჯერ და 20 ჯერ მეტი რესურსი შეუძლია. თუ ეხლა აქვთ მაგის დამატეთ ის კორუფციული სქემები რაც აქვთ. ასეთ პირობებში ახერხებდნენ ამას 100 მილიონი სახელმწიფო. ნახევრად უდაბნო. დინარები ფაქტიურად არა ირანში. წყნარი წყარი არ არის. ტექნოლოგიები ჭირდება, რომ ეს წყლები ეს ამოტუმბონ და ეს გაფილტრო. ტექნოლოგიებზე წვდომა უნდა. მე იმ ტექნოლოგიებს ფული უნდა. ერთ-ერთი ირანულ ბიზნესმენთან მქონდა საუბარი. ესე იგი, მოკლედ, კანადაში იმყოფებოდა, რომ წყლის, ესე იგი, სარწყავის სისტემა, რომელიც ირანის ლანდშაფტზეა გათვლილი, ის შეესყიდა და სადღაც რომელიღაც ქვეყნების გავლით ჩაიტანა ირანში. საიდან რა სქემებით მოქმედებენ, რომ ეს სფერო, ამ სფეროს მიხედონ, ეს რა რთულ პერიოდში და რა რთულ პირობებში აკეთებდნენ ამას გასაგებია და მე რა იქნება წარმოიდგინეთ. მე მგონი იმ სოფლიო ათეულში თუ მოხდა ესე ევროპული ევროკავშირის ამ სოფლის მეურნეობის კომიტეტის თუ დეპარტამენტის ანგარიში აი ამ სანქციების და იმ პირობებში მე რა მოხდება. მე მგონი ჯილდოს გადასცემენ ელისეის სასახლეში პირდაპირ სოფლის მეურნეობის დარჩი მიღწევებს. ამიტომ დიდი კონკურენცია წავა. ძალიან დიდი. და მე მგონი ჩვენთვის კარგიც იქნება რა. ხო, მე ვარ ირანში ნამყოფი. იქ თავისთავად ახლა რეჟიმი უბრალოდ როგორ არის? მან სახელმწიფო ახდენს ამ სუბსიდირებას. ესე იგი, $1 26 თუ 27 ლიტრი ბენზინი მოდიოდა. $1. ხო, იქ გარკვეული მარკის სხვადასხვა მარკებისა, ზოგი მარკა ცოტა მეტია, ცოტა. ხო და მაგრამ იქ უყურეთ, ახლა ეს ხალხასების დაბალია.
ესა ჩვენ ჩვენ თუ ხელმძღვანელთ რომ საქართველოში ამ დაბალი ხელფასები და ჩვენი ხელფასი იქაურთან ბევრია, მაგრამ ჩვენ ხელფასებთან ის ფასები რო იყოს ირანში, რაც არის, ჩვენ 60 შევიქნიოთ. არ მომიდგენია. მან ესე იგი 1 ლიტრი ბოთლში მე მივეცი, ესე იგი რო არ მოგატყოთ ზუსტად არ მახსოვს, ესე იგი 20 ცენტი, ეს 20 ცენტი რამდენი გამო? ნუ დოლარებში, ლარებში? ო, ლარებში. 20 ცენტი და დასათვლელიც არ არის, რა არის რო. ხო, ნუ თან ეს გააორმაგეთ ნუ სიტყვაზე. ხო, თან ეს წყლის დეფიციტზე გითხარით, დინარები არ არის ჩვენთან როა ეს 60 წეთრი, კაი ბატონო. ხო, ნუ ჩვენთან ისა 7000 დინარე და ირანში არის ეს 5 და ისიც ნახევრად მშრალი რაც ვიცი. სეზონური დინარეები. ხო და საჭმლის იგი ირანის ამ 20 ცენტი მიეცით 1 ლიტრაში. წყალი. მალში, გასაგები. საკვები ხო საერთოდ სრული სიიაფი, საკვები სრული სიიაფი. აქ არ ვიცი. ირანული წარმოების იყო თუ გახსოვთ ბატონო ვასილ. წყალი კი, ირანულად წერა. აი ეთერის შემდეგ მე გადავხედავ ფოტოებს და ზუსტად გეტყვით და შემიძლია ჩაგიგდოთ გაჩვენოთ მაგი რა. და ის რესტორანში ახლა არ მოვიტყუებ, მაგრამ მაგი რა შემჭირდება კონკრეტული ისინი სურათის ხოდა დებული მე შარშან ვიყავი იანვარში თეირანში, ყუმში და თეირანში. და მან მეგობართან ვიყავით. აი რასაც ქვია ესე იგი გაძღეს ადამიანი, ორი ადამიანი, ნუ ერთ შესვლაზეა. ხო არ უნდა გასკდე ახლა, მაგრამ რომ მშიერი არ იყო, ხო? ნაჭამი არც ერთი არ იყო და რო შევედით, რაც შეუკვეთეთ იქ ხორცეული თავიანთი ბრინჯი და მთელი გარნირით, ადგილობრივი კოკაკოლათი, ადგილობრივი ლავაში, ორ ადამიანზე ეს გათვლილი მთელი ხორცით იმას ქებაბი, ხო, ქებაბი. ხო, მეორეს ვერ შეჭამდა. საკმარისი იყო. აი მშიერი კაცი რო დაждდეს, სავსებით საკმარისი იყო რომ ის მას ეყოფოდა. ის რაც შემოთვალე. ამაში მე მივეცი $3 ორ ადამიანზე. ხო და ნუ ახლა ისე გახსენებაზე кайხანი არ მეკითხავს. თბილისში დოლარი და ლარი რა კურსით არის? თუ იცით, თუ აგვირდებით. ესე იგი 2 და 70-მდე, 2 და 67 რაღაც. ახლა 3 არ არის, გასაგებია. ხო. და ეს ცალკე ჯობია გაუგეთოთ ამას გადაცემა. იცით რა არის ბატონო ვასილ, მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ არ შეიძლება რეგიონში ირანი ან თურქეთი განიხილო ან რუსეთი და კონტექსტში საქართველო არ განიხილო და ზუსტად ეს სურდა, მაგრამ ჩვენ იმდენად ტევადი ვიდეო გამოგვივიდა, ამისთვის დიდ მადლობას გიხდით. პირველი ნაწილი 1 საათამდე იყო, ესეც უკვე 1 საათია რა გაუკლია და ძალიან დიდი მადლობა ამ საუბრისთვის. მე ვიცი რომ უკვე თბილისში გვიან არის ამდენი დრო რომ დამითმეთ, მაგრამ დამიჯერეთ ეს მაყურებლისთვის არის ნამდვილად ძვირფასი, იმიტომ რომ ესეთ ინფორმაციას ახ სხვაგან იშვიათად თუ მოისმენს ამ ღრმა ანალიზით და მოხარული ვარ მორიგჯერზე რომ სტუმრობთ და აი ესე საინტერესოდ რომ საუბრობთ. დიდი მადლობა და თუ რამე გსურთ დაამატეთ და ნუ დამატებით რა ხარ კომენტარებში ხარ ვინც ნახავს, ვისაც სურვილი ექნება გაესმოს ჩემი წიგნს ირანის ბოლო შახზე, სამწუხაროდ გაყიდვაში აგვი არ არის, მაგრამ PDF ფორმატით შემიძლია პოსტაზე გაუგზავნოთ. უბრალოდ კომენტარებში აღნიშნეთ. კი. და ეგრევე გადმოგიგზავნით, არ არის პრობლემა. მანდ გაესწრებით ბევრ რაღაც საინტერესოს გაიგებთ. მარტო ირანზეა რეგიონული სპეციფიკა როგორ არის, ვინ როგორ მოქმედებს. ეს კლიშეებით, მარიონეტი, იმის დასმული, ამის დასმული, ეს არის ზედაპირული. სიღრმისეულად სულ სხვა თამაშები მიმდინარეობს და ვისაც ექნება სრული გაერკვიოს ამ ახლო აღმოსავლურ ვირეშმაკულ ამ იმას საჭადრაკო თამაში შემიძლია ეს ციგნის გაგიზიაროთ და გაეცნობი და ვფიქრობ ეს დაგეხმარებათ სხვა ქვეყნების მიმართებაშიც იგივე მიდგომი თუ განიხილეთ საკითხები.
და აქვე შევახსენებ მაყურებელს, რომ ეს კომენტარები დატოვეთ პირველი ნაწილის ქვემდებარე და შესაბამისად აქაც მეორე ვიდეოში თქვენს, ანუ ჩვენ ეს ორივე ვიდეო აიტვირთება და მნიშვნელოვანი იქნება. თქვენ რა კითხვები გაქვთ და შემდეგი ვიდეოსთვის მე და ბატონი ვასილი რომ დავგეგმავთ, უკვე საქართველოსთან მიმართებაში გავაკეთებთ უფრო ფუნდამენტურ ვიდეოს ირან-საქართველოს ურთიერთობაზე, მიმოვიხილავთ ახლო წარსულში, შეიძლება შორეულ წარსულშიც გადავიდეთ და რაც თავარია პერსპექტივებს. თავის დაუშვათ გეოპოლიტიკური ვითარებით, სამხედრო თანამშრომლობით, ენერგეტიკული მატარებლების ალტერნატიულ გზებად და მოკლედ თემები იქნება საკმაოდ ვრცლად და რაც თავარია დეტალურად, საფუძვლიანად და პროფესიული განმარტებით და არა ზოგადად და ასე შემდეგ. ბატონო ვასი, ძალიან დიდი მადლობა და გემშვიდობებით, უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ და წარმატებებს გისურვებთ თქვენ სამეცნიერო ველზე და მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თქვენაირი პროფესიონალები არ მოაკლოს ჩვენ ქვეყანას, იმიტომ რომ ყველა მიმართულებას თავის პროფესიონალი ჭირდება, სხვანაირად სახელმწიფო არ დგება. დიდი მადლობა და კარგად გაგებოდეთ. კარგად გაგებოდეთ.